ისაია წინასწარმეტყველის 58 თავი. არ არის დიდი, მე უნდა წაგიკითხოთ და მინდა რომ თქვენ ყურადღებით მოისმინოთ. და თუ გაგიჩნდებათ ამის შემდგომ კიდევ რა არის მარხვა, მერე ალბათ მე ვეღარ გიპასუხებთ რა არის მარხვა. იმიტომ რომ საუკეთესო პასუხი ამაზე გაცემული აქვს ისაიას. იყვირე მთელი ხმით, თავს ნუ დაიზოგავ. 58 თავის პირველი მუხლი. ისაიას მიმართავს ღმერთი. რომ იცოდეთ, რომ შინაარსი გაიგოთ. ისაიას ეუბნება, რომ იყვირე მთელი ხმით, თავს ნუ დაიზოგავ. გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები. წინასწარმეტყველები ზოგადად ამისთვისაც მოდიოდნენ, რომ ხალხი ემხილებინათ რაღაცა ცდომილებაში როცა იყვნენ შესულები, რომ აი რაღაცა ცდომაში ხარ, ამიტომ უნდა გამოფხიზდე, უნდა გამოასწორე შენი შეცდომები. ისინი ყოველდღე მეძიებენ მე და სურთ ჩემი გზების ცოდნა, როგორც ერი, რომელიც სიმართლეს იკვლევს და თავისი ღმერთის სამართალს არ ივიწყებს. მეძიებენო, ისეთი ერი ვითო, თითქოს სიმართლეს აკეთებდნენ და მეც არაფერსო, სინამდვილეში არ აკეთებდნენ სიმართლეს. მეკითხებიან მე მართალ სიმართლეზე, ღმერთთან სიახლოვეს წადიათ მათ. რატომ მარხულობთ თუ კი არ ვხედავ? რატომ მოვიდრეკთ სულს თუ კი არ გვამჩნევ? ხალხი, რომელიც ღმერთის მაძიებელი ხალხია, ძალიან ხშირად მხოლოდ გარეგნული მარხვით შემოიფარგლებოდა. დღევანდელ სახარებაში ხო წავიკითხეთ, როდესაც თქვენ მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარე როგორ წარმართი. რას ნიშნავდა ეს იცით, რომ მაშინ მიღებული იყო ასეთი ტრადიცია. რაღაცა ესე იგი ფანტომასის მასკასავით უნდა გაგიკეთებინა მარხვის დროს. რაღაცა ნაცრისფერი, ხო გახსოვთ ფანტომასი? ნაცრისფერი ესეთი ნიღაბი რო ქონდა, ჩამოფარებული სახეზე და არ იცოდი რანაირი სახე ქონდა, იცინოდა თუ წინდა რამე თუ რაღაც ერთი სახე ქონდა. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო მარხველებს შორის. ადამიანები, ვინც ჯულის ზედმიწევნითი მცოდნები და შემსრულებლები იყვნენ, ჩამოიფარებდნენ სახეზე ესეთ რაღაცა ნიღაბს, თავზე ნაცარს დაიყრიდნენ და დადიოდნენ ესე ძალიან შეწუხებული სახით. ოღონდ იგივე შეწუხებული სახით რას აკეთებდნენ, ეხლავე წაგიკითხავთ. რატომ მარხულობთ თუ კი არ ვხედავო, რატომ მოვიდრეკ სულს თუ კი არ გვამჩნევო? უფალს აკითხებიან. იმიტომ რომ შედეგს ვერ ხედავენ თავისი მარხვისა და თავისი ლოცვისა და მოდრეკის შედეგს რომ ვერ ხედავენ, ღმერთს ეუბნებიან, აბა რაღაცა მარხულობთ, ხოლმე მარხულეთ და შედეგი არ დაგვიდგა. აჰა თქვენი მარხვა დღეს აღწევს თქვენ საწადელს და მძიმე შრომას მოითხოვთ სხვათაგან. ეს არის პირველი პასუხი. რატომაც ღმერთი არ ამჩნევს მათ მარხვას? იმიტომ რომ მძიმე შრომას მოითხოვენ სხვათაგან ადამიანები და არა თავისი თავისგან. და ამას გეტყვით რა მძიმე შრომაზეც არის ლაპარაკი. თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისთვის მარხულობთ და იმისთვის რომ დაურიდებლად ურტყათ სხვებს. ნუ იმარხულებთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. დავისთვის და ჩხუბისთვის მარხულობთ იმას ნიშნავს, რომ მარხვა რომ დაიწყე, ეს ნიღაბი რომ გაიკეთე, თავზე რომ ნაცარი დაეყარე და დავა და ჩხუბი არ გაქვს შეწყვეტილი შენს მოყვასთან. ამიტომაც ღმერთი შენსას არ ისმენს. ამიტომაც ღმერთს ეს მარხვათ არ მეაჩნია. ეს შენ მიგაჩნია ასე რომ მარხულობ. რადგანაც ნიღაბი გაქვს აკეთებული, გონია რომ მარხულობ. სინამდვილეში ეს მარხვა არ არის. მარხვა სხვა რამეა. განა ასეთია ის მარხვა, რომელიც მე ამოვარჩიე, ამბობს უფალი. ისაიას პირით. დღე როცა ადამიანი სულს იტანჯავს, როცა თავს იდრექს ლერწამივით და ძაძასა და ნაცარს იფენს ქვეშ, ღმერთი კითხულობს, მე ამოვარჩიე ეს მარხვა. მე დაგიწესეთ ასეთი მარხვა? არა, ეს ადამიანების მოგონილია. ღმერთმა სხვანაირი მარხვა დააწესა და ეხლავე წაგიკითხავთ როგორი. ამას უწოდებთ მარხვასა და უფლის საწადელ დღეს. კითხულობს, რიტორიკულ კითხვას სვამს, უფალი ისაიას პირით. აი მარხვა, რომელიც მე ამოვარჩიე. გახსენი ხუნდები უსამართლობის, შეხსენი აპეურები უღელს, ჩაგრულნი გაათავისუფლე, ყველა უღელი დალეწე, გაუნაწილე შენი ლუკმა მშიერს და ღარიბნი და მწირი შემოიყვანე სახლში, შიშველს რომ ნახავ შემოსე და შენ სისხლსა და ხორცს ნუ დაემალები. თავიდან ხორცს ავიკეთე. ამაზე უკეთესი მარხვა შეიძლება არსებობდეს? ის რომ ხორცს არ შეჭამ?
ვის რა შეჭირდება შენი ხორცის არჭამა ან ჭამა? ვის რა შეჭირდება შენი მოყოლებული დილიდან ფსალმუნთა გალობა? თუ კი ის არ შეგიძლია რომ დავა შეწყვიტო შენ შესაძლებლობელთან. თუ კი არ შეგიძლია ცოლი ქმარ შეურიგდე და ქმარი ცოლს, ბრძალი მულს და დედამთილს კიდე და ასე შემდგომ სიძეს იდედეს. თუ კი ეს არ შეგიძლია გააკეთო, არავის არ სჭირდება შენი მარხვა. მით უმეტეს უფალს, იმიტომ რომ უფალს არ დაუწესებია შენთვის რომ ეხლა ხორცს რომ არ შეჭამ შენ მარხვაზე ხარ. ეხლა რომ ნაცარს დაიღრე თავზე ეს არის შენი მარხვა. მსგავსი არაფერი არ უთქვამს, არასდროს. აი რასაც ამბობს, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო. გაახსენი ხუნდები უსამართლობის, რას ნიშნავს? უსამართლო თუ კი ვინმეს ექცეოდი, აღარ უნდა მოექცე უსამართლოდ. შეხსენი აპეურები უღელს. ეს იმას ნიშნავს, რომ უღელში ხო იცით ხარებია შემული აპეურები ქვია, ხელთან რომ თოკი აქვს შეცნილი. ვინმე თუ კი ყავს აი ესე თოკით და რომ აღჭობ ნელ-ნელა, ეს შენი მოსამსახურე იყოს, შეიძლება თუ რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა ახლობელი ადამიანი, რომელიც შენი ხელიდან იჭაგრება. გახსნა უნდა ეს აპეურები. ჩაგრულნი გაათავისუფლე და ყველა უღელი დალეწე. გაუნაწილე შენი ლუკმა მშიერს და ღარიბნი და მწირი შემოიყვანე შენ სახლში. შიშველს რომ ნახავ შემოსე და შენ სისხლსა და ხორცს ნუ დაემალები. მაშინ სისკარებით აკიაფდება შენი ნათელი. აი შედეგი როგორი იქნება მარხვას, ასეთ მარხვას. და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ წაგიძღვება შენი სიმართლე და უფლის დიდება გარემოგიცავს. მაშინ მოუხმობ და უფალი გიპასუხებს. გიპასუხებს, აი ამ დროს გიპასუხებს უფალი, როცა გვაინტერესებს, რომ იცით ლოცულობ და აი არ მიპასუხობს უფალი, არ პასუხობს, რაღაცა არ კეთდება ისე როგორც ლოცულობ. აი ამ დროს გიპასუხებს უფალი. შეღაღადებ და ის გეტყვის, აქავა, როცა მოიცილებ უღელს, თითის მიშვერას და ძვირის თქმას. ეს ხო ყველაზე ისე გვახასიათებს შენ, თითის გაშვერა და ძვირის თქმა. და მისცემ მშიერ შენ სულს და წამებულ სულს გააწყო. მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წვდიადი შუადღესავით იქნება. წინ წაგიძღვება უფალი მუდამ და დააკმაყოფილებს შენ სულს გვალვებში. გვალვებში ნიშნავს რომ მშიერია სული, გვალვაში ხომ მოსავალი არ მოდის. სულის შიმშილზეა ლაპარაკი, რომ დაკმაყოფილდება სული. შენ ძვლებს გაამაგრებს და იქნები როგორც მორწყული ბაღი და როგორც წყარო, რომლის წყლებიც არასდროს დაშრება. საუკუნო ნანგრევებზე კვლავ აშენებ ქალაქებს, შენ აღადგენ მრავალთაობათა საფუძვლებს და დაგერქმევა ნანგრევთა აღდგენელი, ხალხთა გზების განმაახლებელი. თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს და სურვილის შესრულებისაგან. რას ნიშნავს იცით თუ დააკავებ შაბათს შენ ფეხს სურვილის შესრულებისაგან? ისინი ამბობდნენ რომ ამით იზომებოდა ერთგვარი ბარომეტრები ჰქონდათ. შაბათის მცნებას თუ იცავდნენ, ესე იგი უკვე მართალი იყო. თუ კი შაბათს არაფერს არ აკეთებდა, ამაზე მართალი იუდეველი არ არსებობდა. ამიტომაც ეუბნება ესეთ რამეს რომ თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს სურვილის შესრულებისაგან, რა იყო ეს სურვილის შესრულება? არაფრის კეთების სურვილი იყო. არაფრის კეთება უნდოდა შაბათს და ისრულებდნენ ამ თავის სურვილს. ჟულს კი არა, თავის სურვილს ისრულებდნენ. ჩემს წმინდა დღეს და უწოდებ შაბათს შვებას, უფლის წმინდა დღეს, გამდიდებულს და განადიდებ მას, იმით რომ არ გააკეთებ შენ ჩვეულ საქმეებს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭ სიტყვაობას არ მოხვები. ეს იცით რას ნიშნავდა, რომ შაბათს არაფერს არ აკეთებდნენ, იჯდნენ და ლაპარაკობდნენ მხოლოდ და მხოლოდ. მაშინ გაიხარებ უფალში, მიაგიყვან დედამიწის სიმაღლეებზე, გამოგვება იაკობის მამა შენის წილხვედრით, რადგან უფლის ბრძანებმა, ბაგეებმა ბრძანა ეს. ეს გახლავთ ისაია წინასწარმეტყველის 58 თავი. თუ ვინმე შეკითხვა გაქვთ, როგორ უნდა იმარხულოთ, პასუხი გაცემული. ეხლა რაც შეეხება ჩვენს მარხვის აი ამ მნიშვნელობას და მდგომარეობას. ეს გახლავთ ერთადერთი მარხვა, რომელიც განსაკუთრებულია თითოეული ადამიანისთვის და რატომ არის განსაკუთრებული? იმიტომ რომ შენ გეძლევა შანსი რომ შეცვალო შენი ცხოვრება. შენ გეძლევა შანსი რომ დაიბადო ახლიდან. დაიბადო ახლიდან როგორ? იყავით ბრძენი ვითარცა გველნი, როცა წერია, როგორ შეიძლება იყო ბრძენი როგორც გველი?
გველი დიდხანს არ იჩერებს ერთ და იგივე ტყავს, რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცვლის. ერთ-ერთი სიბრძნე მისი ესეც არის, რომ ადამიანმა სწორედ ასე უნდა მოიქცეს, მან უნდა განაახლოს თავისი ცხოვრება. ასე რომ განახლება მოხდება, ვინც არ ზიარებულა საერთოდ და არ უმარხულია, თუ პირველად გააკეთებს ამას, ჩათვალეთ რომ ახლიდან დაიბადა. მაგრამ ის ადამიანი, რომელიც მრავალი წელია ეკლესიაში დადის და რაღაცა ნაზიარებიც არის შეიძლება და კვლავ აღადგენს თავის მდგომარეობას, თუ კი ჩავარდნა ქონდა და არ ზიარებულა, მისთვისაც ახალი ცხოვრება არის. ჩვენ რომელთა სახეებსაც მე ყოველ შაბათ-კვირა შეიძლება აქ ხედავდე, ჩვენთვისაც განახლება უნდა მოხდეს. განახლება როგორ ეხლა მაინც დადიოდი შაბათ-კვირას და კიდე მოხვალ ამ შაბათ-კვირას, ოღონდ ცოტა სხვანაირად უნდა მოხვიდე. არ უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდე, ამით რომ რადგანაც კვირის წირვაზე დგომა შეგიძლია და ამისი მადლი გაქვს, მხოლოდ ეს იკმარო და მეტი არაფერი და მხოლოდ შენი სურვილის შესასრულებლად არ უნდა იქცეს ამ ცნების შესრულება. ეს უნდა იყოს არა ზედმეტი და ფუჭ სიტყვაობისთვის, როგორც ისაიასთან ეწერა, არამედ უნდა იყოს აბსოლუტური შეერთება, ლაპარაკი ღმერთთან, ხშირად უნდა ილაპარაკოთ ღმერთთან. ამისთვისაც არსებობს ეს მარხვა. მარხვა იმისთვის კი არ არის, რომ ვიღაცა იმას გაგვიკონტროლებს გასტრონომიულად ჩვენ რას ვჭამდით და რას აღავჭამ. რა მნიშვნელობა აქვს? ხორცი შეიძლება ავჭამო, მაგრამ იმდენი ლობიო შევჭამო, რომ იმან მომკლას ნაყროვანება. რა მნიშვნელობა აქვს ამას, რითი ჩავარდები ნაყროვანებაში? სიამეს ეძიებთო პირდაპირ წერია, აი ეს არის თქვენი მარხვა. როდესაც ადამიანი სიამეს ეძიებს, ის აღარ მარხულობს და ამ სიამეს სხვადასხვა რაიმეში პოულობს. მე რა რომ შეეზღუდა რაღაცა საკვები, ადგება და რაღაცას გამოძებნის იქ რაღაც სამარხო გოჭებიც არსებობს, ვერ მგონი უკვე რა და იმას შეჭამს. ასე რომ სიამის მოკლება არის სწორედ მარხვა და რატომ, რაში გჭირდება ეს ყველაფერი? მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს ამას, მეტი არავითარი. მარხვა არის საშუალება იმისა, რომ შენში სიმშვიდემ დაისადგუროს, იმიტომ რომ თუ არ დამშვიდდა შენი სული, ისე უფალს ვერ დაელაპარაკებ. როგორ შეიძლება საფრთხო მადლი არ შემოვიდეს შენში, სიმშვიდე, სიწყნარე არ დაისადგუროს აბსოლუტურმა სიჩუმემ, რომ შენ ღმერთის ხმა გაიგონო, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გაიგონებ ამ ხმას, ოდესაც ქალაქის მრიტმზე ხარ გადართული დილიდან 8 დღეები და ყურჩაგესვის რაღაცის დნც აი მთელი დღე მე ამ რიტმზე ხარ. ამ რიტმზე სახლში ამას უკრავს მუსიკა, მანქანაში იგივე ისმის, ქუჩაში გამოდიხარ, გარანტი რაღაცა ესენი მუსიკებია და ამ რიტმზე დადიხარ, სიარულითაც ამ რიტმზე ხარ აყოლილი, ლაპარაკზეც ამ რიტმზე ხარ აყოლილი და ლოცვაზეც რომ დადგები, ღმერთს კი არ ელაპარაკები. უბრალოდ გახარ. რაღაცა ტექსტი გაქვს, რომელ ტექსტსაც კითხულობ, ზოგი ზეპირატიცი უკვე და ზოგი, მაგრამ ერთი სიტყვა არ მიდის უფალთან. და რატომ? იმიტომ რომ შენში სიმშვიდე არ არის, სიმდაბლე არ არის და მონანიება არ არის. თუ კი არ ინანიებ, ისე ქრისტეს ვერ იპოვებ. თუ კი სიმშვიდეს არ მოიპოვებ, ისე ღმერთს ვერ დაელაპარაკები. და ამისთვის არის სწორედ ეს მარხვა. და ამას ხელს ის კი არ უწყობს, რომ შენ ხორცს აღარ შეჭამ ხვალიდან. ამას ხელს უწყობს შენი შინაგანი ცვლილება და არა გარეგნობა. შინაგანი ცვალებადობა და რას როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა აი ამ შინაგან ცვალებადობას. იოანე ნათლისმცემელი გახსოვთ? იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც არასდროს არ უჭამია პურიც კი. წარმოგიდგენიათ, ჭამდა მხოლოდ თაფლს და კალიას. მეც არაფერს. არასდროს საწოლში არ დაწოლილა და არასდროს მას ადიელა ზემოდან არ ფარებია. უდაბნოში ეძინა, ჭამდა იმასაც გითხარით, ღვინო არასდროს არ დაულევია და რა იყო მისი საქმიანობა? გამუდმებით უფალს ელაპარაკებოდა. 30 წლისა იყო, როდესაც იოანე ნათლისმცემელი აღესრულა. აბა წარმოიდგინეთ ახლა 30 წელი კი არა, 30 წუთი თუ ვინმე გაძლევს ამას. მე ვერაფერად, იმიტომ რომ 30 წუთი განაისო 30 წუთის განმავლობაში არაფერი არ ჭამდა. ამას როგორ არა, ამას შეძლებ. მაგრამ 30 წუთის განმავლობაში შენ შეგიძლია ღმერთს ელაპარაკო? აი ნახეთ, დააკვირდით, რომ დაიწყებ ლოცვას და სიჩუმეა თქვენში, თუ გნებავთ საათი დაინიშნეთ, როგორც კი აგერევათ ყველაფერი და გადახვალთ იმ ფიქრებზე, რომ კარაქიანი მური არ დააკლდეს, შვილს თუ ესე რა ქვია, გასაღები არ დარჩეს სახლის, ამ ფიქრებზე რომ გადახვალთ, დრო რამდენი იქნება გასული თქვენი ნამდვილი ლოცვის. ეს ძალიან რთულია, ეს ადვილი არ არის. ეს წმინდანების ხვედრია. ეს იოანე ნათლისმცემელი იყო ასეთი, მაგრამ რადგანაც იყო თურმე შესაძლებელი ამ მდგომარეობის მიღწევა. მაგრამ ამ მდგომარეობის მიღწევას სჭირდება მონდომება, მეტი არაფერი.
ჩვენი მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ღვთის წყალობა სხვანაირად არ მოვა შენ თუ არ მოინდომე. შენ თუ არ ითხოვე ისე არ მოგეცემა. იმიტომ რომ ღმერთი რომ ხედავს ამაზე, სწორედ აი ფიზიკური ვარჯიშივით არის. თუ ავარჯიშებ ყოველდღე კუნთს, ეს კუნთი მაგრდება და მე ადამიანი ძლიერია ფიზიკურად. თუ არ ავარჯიშებ ამ კუნთს არაფერი რა, შეიძლება ისიც ვერ აწიო ხელში. ბუმბულიც. და ესევეა სწორედ სულიერი ძალები. გამოძმებული ვარჯიში სჭირდებოდა. ამისთვის არის სწორედ ეს განსაკუთრებული მარხვა, რომელიც ჩვენ განსაკუთრებული დღესასწაულისთვის აღდგომისთვის გვამზადებს, მაგრამ სანამ იქნება აღდგომა, იქამდე არის ჯვარცმა და ჩვენ ქრისტესთან თანა ჯვარს ვეცმით. აი ესე უნდა განვლოთ ეს მარხვა. ჯვარცმა ნიშნავს იმას კი არა, რომ სიამოვნებები შეესრულო. სიამოვნება იქნებოდა თუ ჯვარს არ გაეკრებოდა იესო. ტანჯვა იყო ის, რომ ჯვარს გაეკრა. ამიტომ ჩვენ მასთან ერთად ჯვარს ვეცმით. რას ნიშნავს ეს? ფშია და არჭამ. რაღაც სიამოვნებაზე გეძახიან, საღამოებზე თუ ასე შემდეგ და არ მიდიხარ. რაღაცა სითბო გინდა და არ თბები. ყველანაირად ზღუდავ შენს ხორცს იმისთვის, რომ სულისთვის მოიცალო. არანაირ ფუფუნებაზე შენს ხორცს არ აძლევს საშუალებას, რომ გაფუფუნდეს და კარგად იყოს, იმიტომ რომ სულისთვის მოიცალო და ყველანაირად იზრუნო, რომ მხოლოდ სულიერი საქმეები მიიღო აი ამ მარხვაში. ასე რომ იფიქრეთ განოდაძმანო ამაზე, რომ როგორ უნდა ვიმარხულოთ ჩვენ, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ერთია ის, რომ ვინც ეკლესიაში ხართ, უნდა ფიქრობდეთ ამაზე, რომ შეცვალეთ ერთი რაღაცა კვების მენიუ თქვენ ცხოვრებაში, ეს კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. იცოდეთ, რომ შეურიგდეთ უნდა თქვენ სახლობდეთ, შენდობა უნდა ითხოვოთ მაგდან. უცნობ ადამიანებს კი არ უნდა ითხოვოთ შენდობა, ეს რაღაც დღევანდელ დღეს არის და ყველას ვისაც შეგხვდებიან, ой, შეგვინდეთ დღეს შენდობის დღე. არც იცნობს, არ უნახავს არასდროს ცხოვრებაში და სამასკრო კი არ არის კაცო ეს შენდობა. აბა იმას თხოვე ერთი თმებით რომ ხავს მული ნათრევი. აბა იმას თხოვე შენდობა. იმიტომ რომ შეიძლება ახლა იმან გიტრიოს თმებით და უნდა მოიწმინო და ხმა არ უნდა გასცე. აბა როგორია? აბა იმას თხოვე ვიღაცა ცხვირში რო ჩაარტყი ერთი მაგრად. მიდი და თხოვე შენდობა. ეხლა ის დაგიბრუნებს და შენ არაფერი არ უნდა უხსნი. აი ეს არის შენდობა. აი ეს არის შენდობა და ეს არის პატიება. ამას ვინც გააკეთებს ჩათვალეთ რომ მარხულობს. ეხლა თუ ვინმე შემეკითხება მე, რა სჯობს? რომ ცოტა რძის ნაწარმი მივჭამო ამ მარხვაში და ვთქვათ ვიღაცას შეურიგდე, ან ორი მომდურავი ერთმანეთს შევარიგო, ნამდვილად ასე სჯობს, ვიდრე ის რომ პურზე და წყალზე იყოს და ისეთ ნერვებზე იყოს, რომ ცოფავდეს დილა-საღამოს თავის ოჯახს. ყვირილი გამოდიოდეს და სიანჩხლე გამოდიოდეს მისი ოჯახიდან და ვერ ატანა არ კონდეს მისი არც ოჯახის წევრს და არც მეზობელს. არ მირჩევნია რძის ნაწარმი კი არა, ხორცი ჭამოს საერთოდ ესეთმა ადამიანმა. მეც მირჩევნია და ღმერთს მით უმეტეს ურჩევნია, იმიტომ რომ ღმერთი თქვენ გონიათ ახლა იმას უყურებს, რომ ხორცი ჭამა ამან და არ ვაცხონებ და ამას არ უჭამია და ვაცხონებ. რა შუაშია ეს? აცხონებს იმას, ვინც შინაგანად განიწმინდება, ვინც შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებს იმისთვის, რომ მასთან დალაპარაკების საშუალება ჰქონდეს. კანონი, რომელიც უნდა შეასრულოთ. დილის და საღამოს ლოცვები, რა თქმა უნდა, თავისი მეტანიები, როგორც აქვს დაწერილი, უნდა შეასრულოთ, სრულად უნდა წაიკითხოთ. მოკლე ლოცვებს ვკითხულობ, არ არის მიზეზი, რომ გეჩქარება. 10 წუთით ვერასდრე 10 წუთში, 20 წუთით ადრე უნდა გაიღვიძო. უნდა შეასრულოთ დილის ლოცვები, საღამოს ლოცვები, ეფრემ ასორის ლოცვებთან ერთად. აუცილებლად უნდა წაიკითხო ფსალმონებიდან ერთი კანონი დღის განმავლობაში. აუცილებლად უნდა წაიკითხო სახარება. იცით რაღაცა კიდევ მცხვენი ამაზე რომ სახარება წაიკითხო, ქრისტიანებს რომ ეუბნები რომ სახარება უნდა წაიკითხო, ცოტა სირცხვილია ეს საკითხი. მთელი ძველი აღთქმის წიგნებიდან დიდ მარხვაში იკითხება დაბადების წიგნი, ისაიას წიგნი, სიბრძნე სოლომონისა და უკვე ბოლოსკენ იკითხება იობის წიგნი. მაგრამ არ გეგონოთ თქვენ წმინდა წერილის კითხვა დედოფალი მარგო არ არის ეს რომ დილას დაიწყება და საღამოს ბოლოს შეიძლება გახვიდე ისე და გაინტერესოს, იმიტომ რომ იქ თავგადასავალებია, სასიყვარულო და ასე შემდგომ და ვიღაცა ხმალაობს და ვიღაცას უყვარს და ვიღაცა ეს. არა. წმინდა წერილს რომ კითხულობ შეიძლება იმდენად მსუხეა ეს წმინდა წერილი რომ კითხულობ შეიძლება ერთი გვერდი წაიკითხო და აქამდე იყოს სავსე. მე თუ კითხულობ ვეღარაფერს ვეღარ გებულობ. ამიტომაც წაიკითხო უნდა იმდენი რამდენსაც გაიგებ და შეიძლება უკან დაუბრუნდე კიდე რაღაცას.
ამიტომაც წაიკითხეთ დაბადების წიგნი აუცილებლად მარხვის განმავლობაში არ აქვს დროს მნიშვნელობა თქვენ თვითონ როცა მოიცლით დაჯექი და ისე წაიკითხე დამჯდარმა წაიკითხე ნელა თანამედროვე ქართულად რომ კარგად გაიგო ისაია წინასწარმეტყველის წიგნი რომ წინასწარმეტყველთა წიგნებს ვერ კითხულობთ იმიტომ რომ არ გვესმისო რა წინასწარმეტყველება არ იყო ცუდისნეობრივი შეგონება იყო მარხვის გაგებაზე აი 51 სულ ესეთია ისაიას წიგნი რაღაცა შეიძლება დეტალები იყოს ნამდვილად ვერ გაიგოთ მაგრამ თქვენ კი არა დიდი ღვთისმეტყველები ვარ იმათაც არ ესმით წმინდა წერილი თავიდან ბოლომდე მაგრამ სწორედ ამისთვის ვარჯიშობ და კითხულობ რომ ღმერთმა გახსნა შენი გონები და უფრო მეტი მოგცეს ვიდრე დღეს იცი უნდა კითხულობდეთ ამას და არა როგორც რაღაც მხატვრულ ნაწარმოებს არამედ როგორც იციწმინდეს და თქვენ თვითონაც ხო ხვდებით ამას რომ მართლა ძალიან სუხეა ამას ბევრს ერთად ვერ დაიჭრ ისევე როგორც რაღაცა სუხე საჭმელს ბევრს ვერ შეჭამ სწორედ ესეა წმინდა წერილი უნდა იკითხოთ ეს ყველა შემთხვევაში იმიტომ რომ ამასთან შეხებაში უნდა იყოს ცოცხალი უნდა იყოს თქვენთვის ეს წიგნი და განსაკუთრებულად აი ამ მიმარხვაში უნდა მოახერხოთ ეს ყოველი ну ვისაც უძლურება აქვს ახლა და მეტანიებს ვერ აკეთებს რა თქმა უნდა ლოცვები მაინც აიკითხოს თუნდაც დამჯარმა ნებისმიერი ლოცვა ეფრემ ასურიც კი შეიძლება წაიკითხოს მაგრამ ვერ აღასრულოს მეტანია ვისაც ასაკი აქვს ან პირიქით უასაკობა აქვს შეიძლება არ იმარხულოს თლიანად და რაღაც ისგან შეიკავო თქვა პირველი და ბოლო კვირა იმარხულოს ან მხოლოდ ოთხშაბათი და პარასკევი გააჩნია ამას იცით თქვენ ის რა პრობლემები გაქვთ და იმის მიხედვით მაგრამ უმიზეზოდ ეს არ უნდა გააკეთოთ უმიზეზოდ ამ ეკლესიის ერთობას არ უნდა მოაკლდეთ თუმცა კი ძალიან ბევრი ვთქვი იმაზე რომ არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა სჭამს თავარია ადამიანი როგორ მოინდომებს თავისი სულის გაწმენდას და შეეცადეთ რომ მარხვა გაატაროთ ისე რომ ერთი რაღაცა მანკიერი თვისება მაინც დადგმოთ თქვენში ერთი მანკიერი თვისება თუნდაც ის რომ ამ მარხვის განმავლობაში ნუ იქნებით მიჩერებულები ამ ტელევიზორებს ნუ უყურებთ ამ ტელევიზორებს დადაკეთ და ილოცეთ იმის ნაცვლად რაც ტელევიზორისთვის უნდა გიყურებინათ ნუ იქნებით რაღაცა კომპიუტერში თამაშებში და ასე შემდგომ და სოციალურ ქსელებში ვინ ვისთან დაწვა ვინ ვისთან გაიღვიძა ამაზე მეტი არაფერი არ წერია ყოველ შემთხვევაში მე რაც მინახავს არ წერია ამიტომაც არ აქვს რაღაცა ის სოციალური ქსელი ყველამ რატომ არა გაქვს მამო იმდენჯერ ვინა მოგწერო და ისე მომწერე წერილი მომწერე და წავიკითხა რა პრობლემაა მანამეც იქ უნდა მომწერო იქ რომ შეხვა დაკარგული ხარ იქიდან ვეღარ გამოხვალ მე 2 საათი იმიტომ რომ ამა რომ მოგწერა იქ 1000 კაცი წერს კიდე რაღაცას და ყველა უნდა წაიკითხო და ყველას უნდა უპასუხო გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი რომ მარხვა არ გვექცეს ჩვენ საშუალებად იმისა რომ თავი გვეგონოს მართალი მარხვა საშუალებაა იმისა რომ გავიწმინდოთ სული მარხვა არ გვექცეს მიზნად მარხვა გვექცეს საშუალებად ღმერთთან ურთიერთობისა სულის ცხონებისა და კიდევ ერთი რომ შენდობას ვითხოვ მეც რა თქმა უნდა თქვენს წინაშე და ყველას წინაშე რაც მიცოდავს და როგორც მიცოდავს არავინ იფიქროს რომ მე მცხვენია ჩემი ცოდვების ჩამოთვლისა უბრალოდ იცით რა არის რომ ეს შეიძლება დამაყრდნილებელი იყოს ბევრისთვის მე ჩემს ცოდვებს რა თქმა უნდა აღსარებაში ვეუბნები ჩემს მოძღვარს მაგრამ საზოგადოების წინაშე შეიძლება არ დავიწყო მისი ჩამოთვლა რომ ამას ვაშავებ და იმას ვაშავებ იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება დამაყრდნილებელი აღმოჩნდეს ამიტომაც შენდობას რომელსაც ვითხოვ ყველა ცოდვისათვის რაც ჩემგან გიგრძვნიათ თუ გიხილავთ და რაც არ იცით იმის შესახებაც ვითხოვ და კონკრეტულად მე ჩემი მოძღვრისგან და ესე გააკეთეთ თქვენც ითხოვეთ შენდობა იმათგან ვინც გიწყენინებიათ რომ მოგცეს ღმერთმა განწმენდილი გონებით და განწმენდილი გულით მარხვის დაწყების საშუალება ამინ. გალოცვილი და გახარებული გამოყოფა.